აი რა არის ის ჩვევები, რაც ჩვენს გულს ჩუმად, ასე ვთქვათ, ავნებს და ნელ-ნელა წყობრიდან გამოყავს. უმოძრაობა. პირველი უმოძრაობა. არის უმოძრაობა. განსაკუთრებით ახლა შეიძლება ახალგაზრდა ასაკში კიდე იმდენად არ იყოს, არ იგრძნობა, აი მე უკვე ასაკში ძალიან რთულია და უჭირთ, იმიტომ რომ ეხლა იქაც არის აი მოწოდებული რომ სიტყვაზე ადამიანი კი უნდა რომ მე სიტყვაზე დაიწყოს ვარჯიში, აი მოხდება რაღაც ზოგი არის ესეთი, რომ აი ინფარქტის შემდეგ რაღაც ესეთი შემდეგ აი უფრო მოტივირებული ხდება და კი ბატონო დაგიჯერებ დავიწყებ და რაღაცა და უცბად უნდა რომ ისე უცბად არ უნდა მოხდეს ამის დაწყება რაღაცა გრადაციებით უნდა მოხდეს. ერთი ეგ, მეორე აი სიგარეტი, ალკოჰოლი ისე რაც ვახსენეთ, კვებითი დამოკიდებულებები ძალიან ძლიერ და სტრესული ფაქტორები. აი სტრესი განსაკუთრებით ახლა წამოვიდა რომ ეს პანიკური შეტევები, ფოთვები რაღაცა პირველი აისახება გულზე და მოსახლეობაზეც ეშინია რომ პირველი ადამიანი რას ფიქრობს, რომ გული უჭერს რაღაცა, აი ნევროზი და იმისკენ უკვე ბოლოს მიდიან თუ ეს არის კარგი, პირველი გამორიცხავენ გულს, ამიტომ